მე რობი ვარ, ეს ჩემი ავტობლოგია. ხოლო ეს კი 2022 წელს წარმოებული BMW X6-ია. აქ ხდება 3.0 ტურბო დიზელი, კოდური სახელწოდებით B57. მოკლედ, რაც წინა ვიდეოებში ვახსენე, ენჯელები აქაც ამოღებული გვაქვს. კატასტროფა. BMW-ს ენჯელები ჭირდება, როგორც ადამიანს ჭირდება აერი. ბამპერი თუ გახსოვთ, პირველი ვიდეო X5-ის. რაღაცით თითქოს წააგავს. ნორმალურია, რელიეფურია, რაც მთავარია და 3D პრინტერის შტაბეჭდილებას არ ტყუებს. ნორმალურია, სავსებით ნორმალურია რა. აი, ასევე გვაქვს აერის შემშვევები და მე მგონი ფეიკია. ანუ აქედან ჩემი ფეხები არ შევა. აქედან ვეაფერი ვერ შევა. ანუ დიზაინის ამბავშია პროსტა გაკეთებული, ხვდებით? აი, ნუ ეს გავიარეთ უკვე X4-შიც, რომ ადაპტირებადი ცხოვრა, ეს ნიშნავს, რომ როცა მანქანა ჩათვლის საჭიროდ, რომ მას სჭირდება მეტი გაგრილება, მეტი ჰაერი, მეტი ცივი აირი სჭირდება, მოკლედ გაიხსნება ეს ულამაზესი ცხოვრები და შიგნით ბევრად მეტ აირს შეუშვებს. ეს კარგია, როგორც X4-ის ვიდეოში ვთქვი, ეს არის უმაგრესი რაღაც იმ შემთხვევაში, თუ არ გაფუჭდება. ამას მიჩვენებს დრო. უნდა დავაცადოთ რამდენიმე წელი, მინიმუმ 5 წელი მაინც უნდა დავაცადოთ. ეს თუ წყობრიდან არ გამოვა და ცალკე პრობლემებს არ შექმნის, მაშინ ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. გადავიდეთ კაპოტზე. კაპოტი ძალიან წააგავს X5-ს. აი ძალიან წააგავს რა. მაგრამ X5-ზე არსად არ შეხვედრია, რომ უბრალო სიარულის გამო იყოს ეგრეთ წოდებული ცარაფები. ანუ უბრალოდ რომ დადი, კი შეიძლება ხარ პამ მოხდეს, კენჭები მოხდეს და იქაც დაიკაწროს, მაგრამ აი დამიჯერეთ ამ მანქანას, ანუ ეგეთ ადგილებში სიარული საერთოდ არ უწევს, სადაც ან ქვები მოხდება, ან კენჭები მოხდება. ის X5, რომელიც გადავიღეთ, ის დადის ეგეთ ადგილებში და ფეხებზე კიდია. და აი ამ ეგრეთ წოდებულ განსხვავებულ ფერს, რომელიც კიდე დამატებით ფული ღირს, საჯუბრად მოყვება ეს ცარაფები, ეგრეთ წოდებულ ცარაფები, ნაკენჭარები, ესე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. რომელიც ძალიან მარტივად, ანუ უპრობლემოდ შეგვიძლია გავაკეთოთ რა. საღებავი არის საშინელება. აი ხა უბრალოდ რომ შემეძლოს დაგანახოთ და იმ დონეზე აღიქვას თქვენს როგორც ჩემი თვალიდან აღიქმევა ის ნაკენჭარები, რომელიც აქ არის გაკეთებული, არის სრული საშინელება. ამ მომენტში მანქანა დაახლოებით $70,000-მდე ღირს. და იღებ რას? კენჭები, ფეიქ, ანუ შემშვების ჰაერი, ანუ რა თმინდა, აი ეს რატო ვაკეთებ? ამის დედაცვატი წავედი კარგად იყავით. რატომღაც მგონია, რომ წინა X6-თან შედარებით სხვილი ცოტა უფრო დაბლაა წეული და აი თითქოს შეიძლება უფრო გაზრდილიც არის ზომებში, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ მანქანა თითქოს უფრო ვიწროა, ანუ აი თითქოს უფრო პატარა ჩანს ძველი X6-თან შედარებით. შეიძლება ეს ახალი დიზაინის დამსახურებაა, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, მაგრამ გარედან თითქოს უფრო პატარაა და ძალიან წააგავს X4-ს. აი ძალიან წააგავს X4-ს რა. X4-ის პატრონი როცა ხარ, ეს არის რაღაც პუნქტში პლუსი, მაგრამ X6-ის პატრონი როცა ხარ, მინუსია ძალიან დიდი რა. როცა შენ ბევრად მეტ სიხდი, ვიდრე X4-ის პატრონი, იგივეს არ უნდა ღებულობდე, რასაც X4-ის პატრონი. სალონში რო გადავალთ, განახებთ ერთ-ერთი X4-ია გაკეთებული. ასე გამოიყურება ჩვენი 3.0 B57 დიზელი. აი გვაქვს 4 გამაგრება, რომელიც საკაიფოდ ამაგრებს ძარას. გამინდა გითხრათ, იმის და მიუხედავად რომ არის დიზელი და შეიძლება ბევრმა თქვას რომ აუ დიზელია რაღაც იმუშავებს მაინც. როცა სერვისის დრო მოვა, მიიყვანეთ ნორმალურ სახელოსნოში. ან თუნდაც მიიყვანეთ თვითონ BMW-ს ცენტრში. ნუ მიიყვანთ ვიღაც რომანას ცენტრებში, კონკრეტულად აი ამ მანქანის რაღაც დეტალების შეცვლა, მოკლედ ეს დეტალები იყო,
ეგერის შეცვლის გამო მოკლედ, ეგერის შეცვლის გამო просто ან მიიყვან ის სერვისში რომ ეგერი მანქანაზე შეცვლილიყო და იმის გამო რომ ეს ჩვენი პროფესორა ხელოსნები იყვნენ თვითდაჯერებულები და იმაზე მაგარი იყონან თავი ვიდრე არიან უბრალოდ ეგერის შეცვლის გამო გააფიჭეს სტარტერ გენერატორი კონდიციონერის კომპრესორი და 2 აკუმულატორი აი ამ ყველაფრის ერთად შეცვლა დაჯდა $5,000 ანუ უბრალოდ ეგერის შეცვლა საბოლოოდ დასრულდა $5,000 იმის გამო რომ ვიღაცა რომანებთან და რომანას სერვისებში მანქანები არ უნდა წაიყვანოთ მით უმეტეს ახალი მანქანები რომლებიც პირდაპირ მოდის სალონებიდან, მაღაზიებიდან, ცენტრებიდან ესეთი მანქანები არ წაიყვანოთ რომანას ცენტრებში წაიყვანეთ მინიმუმ BMW-ს ცენტრში აზრი არ აქვს ეს არის დიზელი, ბენზინი, ჰიბრიდი დედის ტყნა წაიყვანეთ თავის ცენტრში და გამოასრულებინეთ იქ. გადმოვინაცვლოთ უკანა მხარეზე და უკანა მხარეზე მინდა ორიოდე სიტყვის აქაც რაღაცეები აღვნიშნო. ფარები მართლა კარგად არის გაკეთებული, რასაც BMW-ს ვერ დაუკარგავ, BMW-ს ფარები არ იშლება. ყოველ შემთხვევაში უკანა მხარე. კარგად არის გაკეთებული, 10-იანი, მინიმუმ 9-იანი, ძალიან ლამაზი ზოლია და ძალიან ლამაზად გაყვება. თან ისეთი ზოლია რომ ღამით ლამაზად ჩანს, დღეც ლამაზად ჩანს. 10-იანს უწევ, მაგრამ აი ეს 10-იანი ეხლა უნდა დავწიოთ დაბლა. და რატომ უნდა დავწიოთ? ნახე, აქაც ხვდება ფეიქნასაკა, ეგრეთ წოდებული, ანუ ჰაერის შემშვები, მაგრამ ამ შემთხვევაში გამომშვები, აქედან უნდა წესით გამოვიდეს ჰაერი, მაგრამ აქედან შემფეხები არც არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ პლასტმასი აქაც მიგდებული, რაღაცა გალაკული, შავად გადაღებილი გალაკული ორლარიანი პლასტმასია მიგდებული. აი ეს კიდე ისეთი რაღაცაა, რასაც ვერ ვითარ, მართლა ვერ ვითარ. ვისაც გახსოვთ, X5 როცა გადავიღეთ, არცად საერთოდ გარედან, არცად საერთოდ ვერ გამახსენებს ვერც ერთი, რომ ქონდა სადმე დიზაინერული შტრიხების გამო დამატებული შავი პლასტმასები. აი ეს არის სისულელე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მე ესე ვფიქრობ, ეს არის სისულელე. აი ეს მთლიანი ბამპერი რო იყოს ერთფერში ჩასმული, იქნებოდა ბევრად დაკუნთული, ბევრად განიერი ტიპი იქნებოდა და ბევრად ესეთი აგრესიული როჟა იქნებოდა, ვიდრე ეხლა არის რა. ეხლაც X4-თან შედარებით რაღაცა ისეთი სტეროიდებზე შემზდარი ტიპის ვითი აქვს, მაგრამ აი ესენი, აი სიშავეები უკარგავს იმ შეკრულობას და იმ სტეროიდულ ვითს უკარგავს, ხო ხდებით რა? ჯამში უკანა მხარე ბევრად ჟობია წინა მხარეს, ბევრად უფრო კარგად არის ნამუშევარ ჩემი აზრით და ბევრად მეტი დროა დახარჯული, ვიდრე წინა მხარეზე. და ეხლა გავაკეთოთ ტესტი, რომელსაც ვაკეთებთ ყველა ვიდეოში. ეს ის მომენტია, როცა BMW-ს ვიღალატა და რას გულისხმობ ეხლა ამაში. აი აქ გვაქვს პლასმასი მიგდებული, კინა აღარ არის, აი ეს მეგონება არის თითქოს რომ კინა არ არის კინა. შიგნით არის რაღაცა რკინის მაგვარი და აი ამ რკინის მაგვარში პატარა კუპუსავით არის გამოყოფილი მრგვალი მილები. გაიხსენეთ სხვა BMW-ები, რომლებიც გადავიღოთ. იმათი ფასი და ამის ფასი. იმათი წვროვანება და ამის წვროვანება. მოდი ორი სიტყვით საბარგულსაც შევეხოთ. საბარგულის სხვადასხვა ძალიან კარგად იღება, მოკლედ ეს ფუნქცია, ფეხის ფუნქცია, აი ესე გამოვუცვალ და საბარგული გაიღოს, აქაც გვაქვს. მოკლედ ძალიან მარგულად ამას გადავწევ და საბარგული არის 0.7-იანი. მოკლედ რაში გვაინტერესებს საბარგული, რამდენი ლიტრიანია, მოდი დავყუროთ საბარგული და გადავინაცვლოთ სალონში. პირველადი შეხედულებები, რაც შეეხება სალონს. მართლა მაგარია, აი მაგრად გამოიყურება. კარგია. აი უკვე მეორეს რაც შეეხება.
ყველაფერი არის კარგად აწყობილი. არაფერი არ ხმაურობს, არაფერი არ ჭრიჭინებს, ნერვების მომშლელი, გამაღიზიანებელი ხმა არაფერს არ აქვს. ეს კარგია. მაგრამ სადაც არ უნდა შევეხოთ. აი სადაც არ უნდა შევეხოთ, არც სად საერთოდ საჭის, აი ამ მონაკვეთისა და აი ამ მონაკვეთის გარდა არსად ტყავი არ გვხვდება. ყველგან აბსოლუტურად არის ტყავის შემცვლელი გამოყენებული. ანუ სადღაც ხო შეიძლება ტყავი შემოეთავაზებინათ, მაგრამ არ არის. აი იმაზე კი მინდა კიდე ყურადღება გავამახვილოთ სამზეურზე. ნაჭერი არ იყო უბრალოდ. ანუ ნაჭერი არ იყო. ეს რა? აი ასეთი ზომის სამზეურია. აი ეს რა? შეხედე, აი ეს რა? რა ჯანდაბა ეს? ან რა არც ნაჭერია მთლა და არც პლასტმასია, რაღაცა ამოუცნობი ფინალური ობიექტი სუფთა. აი არაფერი, არაფერში არ არის რა. აი ეს ძალიან ძნელი იყო, რომ რაღაცა პატარა დეტალებში მაინც ალკანტარა ყოფილიყო გამოყენებული? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ არის მოჟმოტილი ეს ყველაფერი. იღდი ფულს და იღებ არაფერს. აი რაც შეეხება სხვა დანარჩენს. აი შუქები. ნახე? აი ესე როცა ზიხარ, ნახე აი ესე ზიხარ. არის ღამე რა. შუქი აი ეს ადგილი პირდაპირ თვალში გირტყავს. ანუ როცა ანთებ, აი ახლა რომ ვიყურები გზისკენ, პირდაპირ თვალში მირტყავს. წარმოიდგინე სიტუაცია რომ ღამე ხარ მანქანაში და რაღაცა გინდა რომ დაინახო, რაღაცის გამო შუქს ანთებ. აი არ მინდა ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ უფრო კარგად რო გამოვხატო რას ვიზახი. სრაზუ თვალებში დაგარტყავს. აი ეგრევე თვალებში გარტყავს რა ეს შუქი. იმის მაგივრად რომ იყოს ორიენტირებული რომ გაანათოს დაბლით ამხარე, ეგრევე თვალებში მოაქვს. ყველა ნორმალურ მანქანაში აქვს პატარა ადგილი, აი ესე ამოჭრილი, რომელიც კონკრეტულად აი ესე როგორ ვთქვა, სხივებისავით გზავნის დაბლად რომ კონკრეტული ადგილები გაანათოს და არა თვალებში მოგანათოს. პირდაპირ თვალებში ანათებს. ხო, კიდე ერთი რასაც ვერ დაუკარგავთ მანქანას არის გათბობა, სავარძლების გათბობა, საჭის გათბობა, აი ამ ხელის დასადების გათბობა და აი ამის გათბობა. ზამთარში გვაქვს სრული კომფორტი. კომფორტი გვაქვს მართლა, აი აქედან ვსწავთ. საჭის გათბობა ირთვება, სახელურის გათბობა და აი აქ მეორე ხელის დასადების გათბობა ირთვება, რაც სრულ კომფორტს გვაძლევს. ნამდვილად კარგია, მივესალმები, ყოჩაღამაში BMW-ს აი ამაში 10-იანს უწევ. ხო, უკან მინდა კიდე ორიოდე სიტყვით ველაპარაკოთ. კარები იღება, ანუ ნახე. ძალიან პატარაზე იღება. აი ეს რა არის? მაგრამ იმის და მიუხედავად რომ კარები ესე პატარაზე იღება, შიგნით გვაქვს დიდი სივრცე. ფეხებთან არის საკმაოდ დიდი სივრცე, კარგად იჯდები, კომფორტულად იმგზავრებ და თავთანაც არის საკმაოდ დიდი სივრცე. როგორც აღნიშნეთ, აი ესე ჩამოჭრილი ჭერი არ განაპირობებს იმას, რომ ადგილი სადმე არ იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს და რაღაცა ანუ როგორ გითხრათ, დანაკლისი ადგილისა მოკლედ ამ მანქანაში არ გვხვდება. ამ მანქანაში საკმაოდ დიდი ადგილია. ამაში ყოჩაღ BMW-ს, ბევრს ეს არ გამოსდის, მაგრამ BMW-ს გამოუვიდა. რავი, საკმაოდ დიდი ადგილია და აი აქაც იგივე სისულელები ხდება, ნახე? იქ წინა მხარეზე, რაც ვისაუბრე, ბევრად კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ანუ აქაც თითქმის იგივე სისულელები ხდება. თლად თვალში არა, მაგრამ მეტნაკლებად აქაც თვალში განათებს, იქ ანუ ეგრევე თვალში განათებს. ეგრევე თვალში გირტყავს და თვალს გჭრის რა. ღამე არის საშინელება, დღეც კი საშინელებაა და ღამე საერთოდ კატასტროფაა. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ანუ აი საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ ორი ეგრეთ წოდებული ფეჩის და გამაგრილებლის დასაბერია და მორჩა. და 12 ვოლტიანი შესაერთებელი. ანუ ეგეც გადამყვანი უნდა ჩაერთო და მერე რა. არაფერი საერთოდ არაფერი ციფრული, აი საერთოდ არაფერი აქ არ ხდება. ხო, კარებებს რაც შეეხება, კარებებზე, ნუ აქაც ტყავი არსად არა გვაქვს და შემცვლელია ყველგან გამოყენებული, აბსოლუტურად ყველგან არის გამოყენებული შემცვლელი, მაგრამ აი ეს ზოლი კარებზე ლამაზად მიყვება, ვითომ მეტალის ფაქტურა უხდება. სხვადასხვა ეს სახელურებიც, ასე თუ ისე ნორმალურია. ხო, აქაც რაღაცა, ანუ
X4-ში იყო ზუსტად ესეთი მახსოვს და აქაც არის ზუსტად იგივე მასალა და მატერია გამოყენებული. ნორმალურია რა. აი აქ მაგალითად ახლა ჩასადებები ნორმალური ზომისაა. ლიტრ-ნახევრიანი ბოთლი ჩადის ერთი, აგერ კიდე აქეთ ჩადის ლიტრ-ნახევრიანი აღარ ჩავა, მაგრამ საკმაოდ ნორმალურია ესეც და რა ვიცი, ნორმის ფარგლებშია რა. ხო, ანუ ნახე ტორპედოს რაც შეეხება ვერ იტყვი, ანუ ვერაფერს ვერ იტყვი განსხვავებულს, რაც ვილაპარაკე X4-ში. აი, რაც ვთქვი X4-ში, რომ X6-შიც იგივეა თქო, ზუსტად მახინჯია, ძალიან მახინჯია, მაგრად არ მომწონს. რავი, არ ვიცი რა, ანუ რატო მოიფიქრეს, რატო გააკეთეს, რავი, არ ვიცი, ზუსტად ერთ-ერთში იგივეა. ერთ-ერთში. დიდი ამ სალონში არაფერი არ აქვს. $100,000-ისა ამ სალონში არაფერი არ გვაქვს. აი იმედია გაიგეთ. როგორ დაიბრაგუნა, ეგრეთ წოდებული იამკაზე გადასვლის დროს, რავი, საკაიფოდ დაიბრაგუნა. ორი მონიტორი გვაქვს, ერთი აქეთ მხარეს, ერთი აგერ ჩემს პირდაპირ და ეს არის. ხო, კიდე ერთი კომედიური, რავი, ანუ კომიკური, რავი, რა შეგვიძლია ვუწოდოთ. ვის მოაფიქრდა, რატომ მოაფიქრდათ, რომ აი აქ გაეკეთებინათ ესეთი რაღაცა, აი ნახე. სულში იხედები აქედან. სულში შეგიძლია ესე ხელები უფათურო. ხვდები? ანუ სხვა რაღაცის შესანახად გამოიყენა. მოკლედ, ბერს ვერაფერს ვისაუბრებ ისეც განსხვავებულს ამ მანქანაზე, რამაც შეიძლება გაგვაკვიროს და ან რამაც რაღაც სიახლე შეიძლება შემოიტანოს. ვისაც ვიდეო ნანახი არ აქვს X4-ის გადადით და ნახეთ, ზუსტად იგივე სალონია, აი ოდნავ არის დიდი რა. სულ ოდნავ არის დიდი, არაფერი სხვა ამ სალონში არაფერი არ არის განსხვავებული აბსოლუტურად. იგივეა ყველაფერი მოკლედ ერთ-ერთში. ანუ ხედვა, გრძნობა, აი წინ თუ გავიხედებით, არის ზუსტად X5-ისა. მაგრამ სალონი გვაქვს X4-ისა. რა, აი ძალიან სისულელე შეხამებაა ერთმანეთში რა. მე ესე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში მე ჩემი აზრი ესეთია. რაღაც მაღალზე ზიხარ, ტანკის განცდას გიტოვებს და რაღაცა ისეთი სტეროიდზე შემჯდარი როჟის ისა აქვს რა. გრძნობა აქვს, მაგრამ ჩაიხედები სალონში და X4-ია რა. ეს არის ის მანქანა, ის მომენტია ზოგადად, როცა X4-ის პატრონი ხარ და მეტი ფული იშოვე. გახსოვს რა გითხარი, როცა აი ამაზე ვილაპარაკობდით X4-ში. ხმა ისეთი მეთქი. ხმას რო გამოსცემდა, რომ X6-ის ფული არ მქონდა, X6-ის ფული არ მქონდა. აქ პირიქით, მეტი ვიშოვე, აი ესეთ ხმას გამოსცემს რა მარტივად. მოკლედ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, ისეთი მანქანები გელოდებათ, რომ ვერც წარმოიდგენთ. მოკლედ, გამოიწერეთ არხი, დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს. მადლობას გიხდით იმ აქტიურობისთვის, რა აქტიურობაც არის, რა აქტიურობაცაც გამოხატავ. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.